მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით. განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს, რა თქმა უნდა, მადლობა ნდობისთვის თვითონ თქვენთაგანს და განსაკუთრებული მისალმება და მოკითხვა ქალბატონებს. ისე რა დაგიმალოთ და მე დიდი მომხრე არ ვარ ამ რიცხვების და რაღაც კონკრეტული დღეების, არც რაიმესთან და არც ვინმესთან კავშირში. თუმცა რა ვქნათ, გარკვეულ ვერ ვიტყვი სტერეოტიპებს, მაგრამ თარიღებს და გარკვეულ რაღაც ეს შაბლონებს ვერ აუვლით გვერდს და იყოს სადაც ყველა დღე უნდა გვიხაროდეს და ულოცავდეთ ერთმანეთს, იყოს ეს 8 მარტიც, ხო? მით უმეტეს ქალი, ქალი რა ვქნათ, ეწყინებათ მამაკაცებს, მაგრამ ქალია პირდაპირ კავშირში კოსმოსთან, ხო? რაც არ უნდა აგეროც და მე-11 საუკუნეა და რა ვიცი, ხელოვნური ინტელექტი და რა აღარ დაგვემართა და დავიმართეთ, მაგრამ სიცოცხლეს მამაკაცის მონაწილეობით რა თქმა უნდა, მაგრამ სამყაროში მხოლოდ ქალი მოავლენს დღემდე, ხო? ანუ ქალს აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ კომუნიკაცია და ბმა აქვს კოსმოსთან და სამყაროსთან, ხო? ასე რომ ჩემო ქალბატონებო, იხარეთ, იბედნიერეთ და არასდროს არავის არაფრის ფასად არ მისცეთ უფლება რომ აგატიროთ, დაკადარდიანოთ და ძალიან ისეთ გავრცელებულ ფრაზას მოვიხმარ, რომელიც დარწმუნებული ვარ თითოეულმა თქვენთაგანმა იცით, რომ ნამდვილად ვინც ცრემლებს ჩუქდით, ის თქვენი ღირსი არ არის და შესაბამისად ერთი კურცხალით კი არ უნდა გადმოაგდოთ ვინმეს გამო. კარგით. მინდა დღეს შემოგთავაზოთ ერთ-ერთი მაყურებლის თხოვნით თემა მესიჯი სამყაროსგან რა კარი იხსნება ჩვენთვის და რჩევაო. თხოვა ამ გოგონამ თუ ქალბატონმა არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ნახოთ. პირველი მეორე ვარიანტი. აგერ პირველი ვარიანტი, აგერ მეორე ვარიანტი ბატონებო და ქალბატონებო, ვნახოთ რა კარი იხსნება თქვენთვის. მოდით პირად ცხოვრებაში ვნახოთ რა კარი იხსნება თქვენთვის. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ასე გავაკეთებ. მოდით ვნახოთ რა კარი იხსნება თქვენთვის, რას გპირდებათ სამყარო, კარიერასა და ფინანსებში. რა კარი იხსნება თქვენთვის, და ვნახოთ რა კარი იხსნება თქვენთვის ზოგადი ენერგიებით, ხო? ამით უნდა დამეწყო ალბათ, მაგრამ არა უშავს. ზოგადი ენერგიები, აი ორი ერთად ამომყვა და იყოს 3 არკანი აქეთ, არა პრობლემა. და აქვე ვნახოთ მეგობრებო, ჯადოქრების ორაკულზე. ჯადოქრების სიბრძნის ორაკულზე, ასე ვთქვათ, რჩევა. რას გირჩევენ? მოდით აი ასე დავდებ, ხო? ან რომ ჩანდეს ერთი წუთით, აი ასე გავაკეთებ. ეს ერთი არკანი და ეს მეორე არკანი და ერთი არკანი ეს რატო გადმოვატრიალე? არა უშავს. მეორე არკანი. არა უჭირს გადმოვატრიალე რატომღაც ინსტინქტურად. და აქვე ვიკითხოთ მკურნალი ქალის ორაკულზეც რას გირჩევენ, ხო? აი რატო ვატრიალებ არ ვიცი, მაგრამ არა უშავს. და იყოს ესე.
კარგი, დავიწყოთ აბა პირველი ვარიანტით. ვინც ჩაიფიქრეთ, პირადში რა ხდება, ხო, რა კარი ხსნება, რამეში გიგზავნით სამყარო. პირადში დიდი ამბები ხდება, მეგობრებო. პირადში კვერთხების მეფე ჩანს, ну, მამკაცები თუ მიყურებთ, გადააკატავეთ თქვენს თავზე, ხო, ანუ პირიქით, საპირისპირო სქესის ადამიანი, რომელიც ძალიან ისეთ ვნებებს, ღელვებს, გულის აჩქარებებს, მუცელში პეპლებს გავრით მე რაღაცა უცნაურად. და თვალებში ციცინათელებს მოგიყვანთ, არც მეტი და არც ნაკლები, ხო, ეს ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს, შეემზადეთ, ძალიან დიდი რყევები გელოდებათ, მეგობრებო, პირად სიტუაციაში, მიხარია. ფინანსებსა და კარიერაში ჩემო კარგო ადამიანებო, ხუთიანი კვერთხების მერე, ნახეთ, ხუთიანი კვერთხები ხომ არის რაღაც ეს კონკურენცია, ბრძოლა, ცოტა კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ თქვენ იმპერატრიცის ფონით ამოდიხართ, ან საჯაროა გაშლა და მეორე ვარიანტით შეიძლება იყოს, შესაძლოა ხელმძღვანელობასთან გქონდეთ რაიმე სახის ცოტა ისეთი დამოკიდებულება. ორი ვერსიად შემილია გითხრათ, რა კი საჯაროა გაშლა, რომ და ეს თავისით რა გადმოფრინდა ვნახოთ ერთი წამი. აჰა, ესე იგი მე სწორი ვიყავი მეორე ხაზით რომ წამოვიდა ინფორმაცია. რაღაცა თითქოს გარდამტეხი სიტუაციები გელოდებათ კარიერული თვალსაზრისით. პირიქით, სათქვენოდ, ნახეთ. კი ბატონო. კი. თქვენს წინ იქნება ეს რატო ამოტრიალებული, მე არ მიყვარს ხოლმე ამოტრიალებული არკანები ზოგადად. და თასების დედოფალი, თასების მეფე არა. ანუ რაღაც კონკურენტული სიტუაცია, რაღაც ცოტა ისეთი, აი ბუნდოვანიც კი შესაძლოა თქვენთვის და ცოტა დამღლელი, დიდი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის და რაღაცა გარკვეული გარდამტეხი სიტუაციების შემდგომ თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ანუ თქვენ ემოციურ სისავსეს მოგიტანთ და თქვენ პრაქტიკულად გამოხვალთ იმპერატრიცის ენერგიებით და ფონით. მე თავიდან სხვანაირად ვფიქრობდი, რომ აქ რაღაცა პრობლემები ხელმძღვანელობასთან თქო, მაგრამ ასეც რომ იყოს ყველა შემთხვევაში თქვენი დადებითი მომენტები ცალსახად მიფიქსირდება. და ზოგადი ენერგიები, რომლითაც მე ვთვლი, რომ უნდა დამეწყოს ზოგადად. და აქ სამი არკანი ერთად ამოვიდა. ხო, ზოგადი ენერგიები, ემოციები, შინაგანი სისავსე, ქალურობა, განცდა იმისა, ფემინური, მიმღებლური მომენტები გაიღვიძებს თქვენში. ბოლოს და ბოლოს თქვენ გადაწყვეტთ უკეთესი ნაპირისკენ წასვლა, სადაც ყველაფერი ბევრად უკეთაა, ვიდრე იქ, სადაც ხართ და მიუხედავად იმისა, რომ ხო, ცოტა ნატკენი და იმედგაცრუებული ხართ, ოთხიანი ხმლებით, აი ამ სიტუაციას გაეცლებით და მოდის მე თქვენს ცხოვრებაში აბსოლუტური სისავსე. ნუ პრინციპში ეს გამოძახილია სადღაც იქ პირადი ცხოვრების მომენტისაც. და ახლა ვნახოთ რჩევა, ხო, რას გირჩევენ, ასე ვთქვათ, ჯადოქრების სიბრძნის ორაკულები და რას გვირჩევენ მკურნალი ქალის ორაკულები. Respect. სხვათა შორის აქ ფინანსურ ნაწილში და კარიერულ ნაწილში საკმაოდ კარგი ენერგიები მოდის. თქვენ დაიმსახურებთ აღიარებას, თქვენ დაიმსახურებთ პატივისცემას, თქვენ დაიმსახურებთ, ასე ვთქვათ,
როგორ დამოკიდებულებას იცით, რომ მან ეს ამას იმსახურებს, ხო, არ ვიცი რაც არ უნდა იყოს ნებისმიერი რაღაცა და თქვენ შესაძლოა დააწინაურდეთ კიდეც არც ამას არ გამოვრიცხო. პენტაკლების მომენტია მაინც ეს არკანი, ეს ხო ორაკულის არკანი. მეორე არკანი გვაქვს ასევე ნახეთ როგორი საინტერესო არკანია მეგობრებო უყურეთ prosperity ანუ ზუსტად ახლა ეს როგორ უნდა გითხრათ აყვავება მოსავლია არა prosperity ზუსტად როგორ უნდა ვთარგმნო ანუ კეთილდღეობა ალბათ ყველაზე სწორი განმარტება მაინც ეგ იქნება კეთილდღეობა ალბათ უფრო ხო ვიდრე აყვავება და რაღაც ისეთი მოსავლიანობა და მომენტი ანუ პენტაკლების ნაწილში ფინანსურ ნაწილში მეგობრებო ძალიან ისეთი ენერგიები შემოდის რომ რა ვიცი კეთილი შურით შეიძლება ნამდვილად შეშურდეს ადამიანს და დათვის ტოტემი to find answers ნახეთ დათვის ზოგადად და ცხოველები თქვენ მოგეხსენებათ ხო მგლის ტოტემი არსებობს დათვის ტოტემი არსებობს ბიზონის ტოტემი არსებობს ლეგენდების და ასე ვთქვათ ისტორიული ამბებს რომ გავყვეთ და აქ თუ დააკვირდებით რაღაც გარკვეული პენტაგრამებიც არის აი ნახეთ წრეში არის სამკუთხედი ხო გადაკვეთილი და აქ ის პატარ-პატარა რაღაც მინიშნებებიც არის და გეუბნებიან რომ შენს თავში შენს წიაღში უნდა იპოვო პასუხები იმაზე რაც გაინტერესებთ ანუ თქვენ გაგეხსნებათ ის ასე ვთქვათ ინფორმაციული ველი რომელიც დაგეხმარებათ ბევრი რაღაცების გარკვევასა და ბევრი რაღაცებისთვის თავისი სახელის დარქმევაში მოდი ასე ვიტყოდი ყველაზე სწორი ეს იქნება მადლობა პირველ ვარიანტს ჩემო კარგო ადამიანებო დავაბრუნოთ ახლა ეს ჩვენი არკანები თავის დასტებზე და აქეთ მიდევს ბოდიში ერთი წუთით, ხო. და ახლა წამოვედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი პირადში რა კარი იხსნება თქვენთვის, ხო. ნახეთ მეგობრებო, რაღაც გარკვეული იმედგაცრუების, უმადურობის მომენტი თუ გქონდათ, თუ დაიღალეთ, გადაწყვიტეთ, რომ იცი რა მომბეზრდა, აღარ მინდა, ну აი რისთვის, რატომ? ეს მომენტი გადავა ისეთ ასე ვთქვათ ენერგიებსა და საფეხურზე, როცა ვთქვათ აი სხვა განსხვავებულზე ნახეთ, თუ ვთქვათ იყავით პირობითად საყვარელი, შეიძლება უკვე სააშკაროზე, სამზეოზე გამოგიყვანონ და გაღიარონ რა. ან ვთქვათ თუ იყავით შეყვარებული, უკვე საცოლის სტატუსი მოგანიჭან. აი რაღაცა ეგეთი, რაღაცა აღიარებას, რაღაცა სხვა სახელის დარქმევას, რაღაცა სხვა საფეხურზე გადასვლის მომენტი მოდის პირად ცხოვრებაში. მოდით კიდევ ვიკითხოთ აბა კიდევ რომ გვითხრან რა კარი ხო ну აი თასების დედოფალი პრინციპში აღარც უნდა იკითხო ხოლმე აბსოლუტური სისავსე აბსოლუტური და შეიძლება ოჯახითაც დასრულდეს ეს ყველაფერი მეგობრებო არ გამოვრიცხავ მეორე ვარიანტში სიყვარული ურთიერთგაგება მზრუნველობა, ну აი თუ რამე კარგი არსებობს, ხო? პირად კონტექსტში ეს ყველაფერი აი რაღაც გულისტკენების მერე მოდის თქვენთან. ახლა ვნახოთ ფინანსებში რა ხდება და რა ამბავია და კარიერაში. აქ ცოტა ილუზორული მომენტები გაქვთ, აქ ცოტა იმედგაცრუებები გექნებათ და ცოტა პრობლემებსაც გადააწყდებით მეგობრებო. აბა ვნახოთ რატომ ეს რა გადმოფრინდა, რა ხდება? ეს ვინმეს უკავშირდება?
ანახე რა ინფორმაციაც წამოვიდა სწორია? კი. ნახეთ როგორი მომენტი გაქვთ მეგობრებო, გაფრთხილებენ, უყურეთ. თქვენ ცხოვრებაში არის ვიღაც ადამიანი, არ ვიცი, რომელიც არ არის შინაგანად სტაბილური, არც სერიოზული ადამიანი, შეიძლება თქვენთან შედარებით კარგად პატარაც იყოს ასაკით, არ გამოვრიცხავ და ნუ შეხვალთ ილუზიებში ამ ადამიანთან დაკავშირებით, დიდ ემოციებში ნუ გადავარდებით, იმიტომ რომ შეიძლება ფინანსურ ნაწილში ვიღაცა ალფონს გადააწყდეთ, არ აქვს ამას ქეს მნიშვნელობა, ხო, ქალიც არის ალფონსი და კაციც არის ალფონსი, რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აი აქ ცოტა ემოციებში ზომიერებას მოუხმეთ და ცოტა სწორად აირჩიეთ გზაგასაყარი საით უნდა წახვიდეთ, ხო? ვნებებს თლად ნუ გადახვებით და ასე ვთქვათ რაღაც ისეთ შინაგან ღელვებს გონებით გადაწყვიტეთ რაღაცები იმისთვის რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს გამარჯვება, თქვენს ცხოვრებაში იყოს გამართლება და მე ძალიან მიკვრის რომ აქ ძირითადად მოდის აი ეს პენტაკლების ნაკლებად და რატომ მანახე აბა კიდე ერთი არკანით. ხო, აი ის ენერგია მოდის, რომ ვიღაცა მოგატყუებთ და აი ამ სხერფლის როლში არ აღმოჩნდეთ მეგობრებო. კი, ნახეთ, აქ რაღაცა უფრო ისეთი მომენტია, რომ აი, ნუ ასეა რა. სამყარო გაფრთხილებთ, რომ შეიკავოთ თავი ვიღაცა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში ხარ არსებობს, რაღაც გარკვეულ манипулаტორთან გაქვთ საქმე, არც მეტი არც ნაკლები, ილუზიონისტთანაც მოდი ვიტყოდი, ემოციური ილუზიონისტთან, ადამიანი, რომელიც არა აქ არ არის მაგის არკანები სხვადასხვა დასტებში ძალიან ძლიერი, ძალიან მაგარი სასწაული ენერგიების მატარებელი, სადაც ვერც კი გაბედავრო თქვა, რომ იქ რამე манипуляციას ადგილი აქვს, მაგრამ აქ ცალსახად ესეთი მომენტია. კი ბატონო, ნახეთ, თავი დაიცავით. გონება ჩართეთ, ანუ ნაკლებად ვნებები და ნაკლებად ემოციები. და თუ დამიჯერებს, ვინც მიყურებს და თუ მოკლედ ძალიან ახლოს არ მოუშვებს ამ ადამიანს. ნახეთ მეგობრებო, თქვენ თვითქოს აი ფიქრობთ რომ ეს ადამიანი არის აი ნუ ბედის გან არის და ეს ნუ ჩემი საბედისწერო მომენტია, მაგრამ არ არის. გაისვენეთ, დაწყნარდით, დამშვიდდით, დაუჯერეთ ადამიანებს, ვინც თქვენს გარშემო არსებობენ, არ შეიძლება დედაც რაღაცას გირჩევთ. თქვენი ოჯახის წევრებს მიედეთ მეგობრებო, იმიტომ რომ სამშაბლოს არკანით ну აი ხო არ მინდა, მაგრამ რაღაცა არ არის ის ადამიანი, ვიღაცა ადამიანი შეგიშლით მოკლედ ხელს რა, იმიტომ რომ ფინანსებში აქ ცალსახად ბევრი ბარიერი მოდის. აჟის ენერგიებია და ეს არის აი სულ წყალი და ემოცია და ვნება, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ მოიტანს რეალურს და მიწიერს. სათავისოდ კი ბატონო, აი თქვენ ეს გგონიათ რომ ეს ყველაფერი გაქვთ, მაგრამ რეალურად არ გაქვთ ეს ყველაფერი თქვენი ილუზიებია. ისაჭაი ვთქვი, ილუზიები და აბატონო, აგერ მიდასტურებს არკანებიც ხო მიდასტურებენ. რეალურად არა. არჩევანი არ არის ეს ადამიანი, პირდაპირ მიჩვენებს ადამიანს, მოკლედ ამ ადამიანს თუ არ აყვებით და არ გადაყვებით ზედმეტად, მაშინ შედარებით უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდებით. და ზოგადი ენერგიებიც გადაწყვეტილება გექნება ცალსახად მისაღები და საკუთარი ცხოვრების გამოცდილება გექნებათ გზად და ხიდად. ანუ თქვენი წარსული შეცდომები კი აღარ უნდა გაიმეოროთ, ის შეცდომები, ასე ვთქვათ, მეორე საფეხურზე ასასვლელად უნდა გამოიყენოთ და ის თქვენი ნაცხოვრების სიტუაცია გზად გაიფინოთ. მიმხედრი გამგები გამიგებს, რასაც ვამბობ. ვნახოთ ახლა რას გირჩევენ აბა.
და ხო ნახეთ საერთოდ ზამთარი მეგობრებო of the north და ის არის რა ქვია ჩრდილოეთის კოშკი ხო და აქვე გვაქვს consultant როგორ ვთქვა აი დამალვა სწორია სწორად ვამბობ არ ვიცი ზუსტ თარგმანს ცოტა რთულია მე მგონი უფრო დამალვა უდგება ანუ ამ არკანს ესადაგება უფრო სწორედ და ზამთართან ერთად მეგობრებო რა გავაკეთო აი ენაც ამებანა რა ну ეს მოსასხამია და შესაბამისად დაფარვა ალბათ დამალვა უფრო ხო კონსუმენტ ეგეთი აი რაღაცას რას გირჩევენ იცით რომ ანუ დააკვირდით კარგად ანუ რაღაცა დამალულია თქვენთვის იმდენად არ მინდა ესეთი ენერგიების წაკითხვა რომ აი რა ვიცი ენაც დამება მომჩნევთ რომ არ გადაგიყვანონ ხო რაღაც აი ზამთრის ენერგიებში ცივ სიტუაციებში არ გამოგკეტონ და რაღაცა საკუთარ ჭკუაზე არ გმართონ მერე მეგობრებო და აქ გვაქვს რა წყლის სული ხო return of the source of the feminine for აი ნახეთ თქვენ დაიბრუნეთო თქვენი ქალურობა ანუ როგორი მომენტი იცით დაუბრუნდით უფრო სწორედ როგორ გითხრათ აი როგორც წყლის სული, ანუ რას ნიშნავს წყალი ხო, პრაქტიკულად აი ესეც ვიტყვით ხოლმე, რომ აი წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო, ხო? თქვენ ანუ ესეც იგივეს იმეორებს რა, რომ თქვენ არ უნდა გახდეთ ასე ვთქვათ თქვენ ხალი ხართ, მოკლედ, თქვენ არ ხართ ვალდებული ვიღაც არჩინოთ. თქვენ არ ხართ ვალდებული ვიღაცაზე ზედმეტად იზრუნოთ, ხო ვიღაცას თანხები აძლევთ, ვიღაცა შეინახოთ, რაც მე აქ მაჩვენა. თუ მამაკაცები ხართ, მეგობრებო, ხო? მაშინ ნახეთ როგორი მომენტია. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენც დარღვეული გაქვთ ბალანსი გაცემა მიღებაში, მიხვდით? აი ეს მომენტია. და ნახეთ purification გაწმენდაა, ხო? ანუ გაასუფთავეთო თქვენი შინაგანი სიტუაცია, ხო? აი გაწმინდეთ, გაასუფთავეთ. ნახეთ, რისი თქმა მინდა, ხა კარგად მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მეორე ვარიანტმა. საერთოდ სამყაროს კანონია ასეთი, რომ მსგავსი იზიდავს მსგავს, ხო? უყურეთ, მტაცებელი მოიზიდავს კიდევ უფრო დიდ მტაცებელს, ხო? ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცა იმისთვის ის მსგავსი იზიდავს მსგავს. ეს ასია. რაც არ უნდა ძალიან ლამაზები ვჩვანდეთ, ძალიან ისეთი კარგად ვმეტყველებდეთ, ხო? ძალიან ისე ვაჩვენებდეთ თავს ერთმანეთს თუ სამყაროს, არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს მიღმიერი, აი ჩვენგან ცალკე მდგომი არაორგანული არსებები, ჩვენ მაინც ხო შიგნით გვხედავენ, ანუ რაც ვართ რეალურად, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ ენერგეტიკული არსებები. რაღაცა აი როგორ მომენტში იცით, რომ ეს ენერგეტიკული აი ენერგოცენტრებით ვართ, ხო, რაღაცა გარკვეულ ბმაში ერთმანეთთან. მრავალგანზომილებიანი, მრავალწახნაგოვანი არსებები ვართ. შესაბამისად, სულიერი სამყარო სადღაც სხვაგან კი არ არის რაღაცა რომელიღაცა სხვა სიბრტყეში ჩვენშია, ხო? ანუ ეს ყველაფერი აი აქ ჩვენს გარშემოტრიალებს და ახლა ნუ მიწყენს, მაგრამ ძალიან ხშირად მეც დამისვამს ეს შეკითხვა, რომ კარგით რა, ანუ ახლა როგორ შეიძლება მილიონი ჭკუის მასწავლებელი გამოგვიჩნდება თუ სოციალურ ქსელებში, თუ ვირტუალურ სამყაროში და თუ რეალურ სამყაროში, რომ აუ შენ თუ გინდა ბედნიერება იქნები ბედნიერი, ვერ იქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა შრეებზე მიდის, ცოტა სხვა სიხშირეებზე ადის. მე გადავწყვიტე, ამას ჯადოსნური ჯოხი არ შველის, მეგობრებო. მე რაც არ უნდა ვწმინდო
გავწმენთ და მომხმარებლები, ვისაც ჩემთვის მოუმართავთ, ხო, ადამიანები, ვინც ამ თქვათ ტექნიკებს, ასე ვთქვათ, მოიხმარენ, ვისაც ვახარჯებ გარკვეულ დროს, ხო, რესურსს და ასე შემდეგ, ისინი ხედავენ, რამხელა სხვაობაა იმ ენერგეტიკულ წმენდაში, მაგრამ მე შეიძლება გაგწმინდო რაღაც დონეზე, მაგრამ შენც თუ არ შემიწყე ხელი, ვერაფერს ვერ მივახცევთ. ხო, ეს ყველაფერი კოლაბორაციაში, კომბინაციაში უნდა მოხდეს. მე თუ გწმინდე და შენ იქ რაღაცები ამატე. ეხა უკაცრავად, ხო? ანუ საკუთარ თავში უნდა იპოვო ჯერ რაღაცეები, ისინი იქ კვანძები გახსნა, გაასუფთავო, გამოხვიდე იქიდან და მე რაღაცეებს სწორად მიხვდე, ხო? მე რომ ვიღაცა გავიცანი, იმ განწყობით ხო არ წავედი, ეხა მე ეს ჩემთვის იქნება მამა და გადმომხყვებაზე და რაღა მიჭირს, მომიხსნის ყველა პრობლემას და მე ფეხზე გადავიდებ და ვიცხოვრებ ბედნიერად, ხო? მამები არ არსებობენ, მამა არის ერთი ცხოვრებაში. თანარჩენი არსებობენ სპონსორები. მაშინ მოდი ასე ვთქვათ, ხო? მაპატიეთ პირდაპირ შეხვედრაზე მისულებმა განვაცხადოთ, რომ მე ვეძებ სპონსორს. შენში მე მამაკაც არ ვეძებ, ხო? მე ვეძებ სპონსორს. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ძალიან იშვიათი ხალი იტყვის. ორი კატეგორიის ხალი იტყვის, ან ძალიან ზედმეტად ბრძენი, ან ძალიან ზედმეტად სულელი. დანარჩენი ყველა მეტნაკლებად ფარავს ამ ყველაფერს, მაგრამ ქვეცნობიერი ხო მუშაობს, ქვეცნობიერი ველიდან ინფორმაცია ხო გადის, ის მამაკაცი იღებს ამას. ის არ გამოგიყენებს, სხვა მოგიდგება მე შენთან, სხვა მოვა იგივე ქვეცნობიერი მესიჯით, რომ იცი რა, ხა ეს ისეთი მაგარი გოგოა, რომ მე ამას საქმეებს დავალაგებინებ, რაღაცა იქ ფინანსურად მივიხდით ხო რას ვაპარაკობ. ასე რომ ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტი საკმაოდ ისეთი გამაფრთხილებელი ფართო მესიჯებით იყო წარმოდგენილი, დაფიქრდით, საკუთარ თავს ჩაუღრმავდით, რომ აი რაღაცამ სანამ იმ თავში პირად ბედნიერებას მიიღებთ და პირად ცხოვრებაში ნამდვილად გაგიმართლებთ და ამას ვეყრდნობი ზუსტად, რომ აი ეს მთელი ალია-ბალია რაც შესაძლოა და მე რეალურად სრულდება დადებითი ტონებით და ნოტებით. მაგრამ მაინც ფრთხილად იყავით, რატომ უნდა გაერთულოთ, ხო, ცხოვრება გაფრთხილებული შეიარაღებულია. შესაბამისად, აი ის ვისგანაც თქვენ თვლით, რომ უკვე გრძნობთ, მეგობრებო, რომ უმადურია, რომ თქვენ რესურსები ჰაერში ყარეთ, ნუღა გააგრძელებთ, თავს ნუღა მოიტყუებთ. ამით უბრალოდ დააჩქარებთ თქვენს სიკეთეს. მე მგონი მიმიხვდით რის თქვაც სურდა. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.